იმიტომ არ ვაკვირდები, რომ შეიძლება ერთი ტიკით, ანუ ერთი კონტრაქტით მეტი ყოფილიყო აი აქ, ვიდრე აი აქ, ხვდებით? შეიძლება აქ ყოფილიყო 500, აქ ყოფილიყო 501. ამიტომ ერთი კონტრაქტი არაფერს არ წყვეტავს და შეიძლება მაგას რეაქციას უარ ქონდეს, მაგრამ არ ვაკვირდები ხოლმე მაგას რა. შემდეგ, დავაკვირდები ამ აუქციონს, აი ამ ადგილზე. ეს იქნება ჩვენი მთავარი ზონები. ეხლა ამას მოვნიშნავ, რომ დავინახოთ წესიერად. Okay. ეხლა რას ველოდებით ამ ზონებში? ეს ზონები არის ვოლიუმზე დაყრდნობით გაკეთებული, შეიძლება თქვა key level-ები და ასევე supply demand. პირველ რიგში მე ველოდები ხარ რომ მოხდეს ამ რეაქციაზე, ამ ზონაში, ლუგჟ ზონაში მაინტერესებს რეაქცია როგორი იქნება. ეხლა ამ ზონაში ფასი რო ამოვა, აი ეგ რო შეეხება. ყველაზე რა მოხდება დელტაზე, დავინახოთ ყიდველს, დავინახოთ გამყიდველს, თუ რა რეაქცია ექნება ფასს. ეხლა ის რაც აი აქ მონიშნო, ეს იყო supply, რომელიც უკვე ჩაფეილდა და ასე ვთქვათ, დაიშორტა აქედან შორტები შეგვიძლია ვაგებო იდეაში, იმიტომ რომ იმბალანსიც იყო ამ ადგილზე, მაგრამ ამას არ შევეხებით. ამიტომ აქედან ეხლა რა მაინტერესებს? აქ რო შემოვა ფასი და ამ ზონას გატესტავს, აქედან გააქტიურდება ის გამყიდველი, რომელმაც იდეაში აქ იმოქმედა ამ ადგილებში, თუ ჩაფეილდება. თუ ჩაფეილდება სიტყვაზე, აქ გვინდა დავინახოთ. acceptance, რაც ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო მეტი ვოლიუმი შემოვა ამ ზონაში და ესე იგი მიიღებს ეს აუქციონი ამ ფასს, უნდა გაჩერდეს ეს სანთლები ამ ადგილზე. და ახლა განახებთ ყველაფერს უკვე მარკეტზე, უკვე ამ ადგილზე. ამის შემდეგ თუ მიიღო ფასმა ეს დიაპაზონი, აქედან ამიზემოთ ლონგები შეიძლება, მაგრამ ნაკლებად ვარაუდობ, რომ აქედან ლონგები გავხსნა მე. უბრალოდ დავაკვირდები იმას, რომ რეაქცია როგორი იქნება და თუ რეაქცია იყო ისეთ როგორც მინდა, მაგალითად მოხდა აბსორბშენი ნიშნავს, რომ დიდი ზეწოლა იქნება მარკეტზე და დიდი ვოლიუმი შემოვა. დიდი ვოლიუმი თუ შემოვიდა მარკეტზე და შედეგი არ ქონა, ხო? სანთელს. აი როგორც აი ეგ არის მაგალითად, ნახეთ? დიდი ვოლიუმია ძალიან შემოსული. ეხლა ამ მომენტში იყო გამყიდველი აქტიური. მაგრამ როგორც კი ნიუ-იორკი გაიხსნა, დიდი ვოლიუმი შემოვიდა იმბალანსების ფორმით და მარკეტზე, ამ ადგილზე. ნახეთ ახლა რეაქცია იქნება ამ ადგილზე. იმიტომ რომ იმბალანსია, ნამდვილი იმბალანსი არის ეს, შეიძლება ახლა ვიღაცა FG-ს ვაჭრობდეს რაღაცა, მაგრამ მონიშნოს აქედან აქამდე. მაგრამ ვერ გაიგო სიტყვაზე ამ ადგილს გატესტავს ფასი თუ ამ ადგილს. ეხლა აქ ყველაზე დიდი იმბალანსი ამ ადგილზე იყო მაგალითად. ამიტომ აქედან რეაქცია ქონა. ეხლა არ ამგონი ამან ესე ვთქვათ დაჰოლდო, რადგან ძალიან დაბალი იმბალანსებია, მაგრამ თუ რაღაცა იყო, კაი იქნება აქედანაც. ამიტომ თუ მოხდება აბსორბშენი აი ამ ზონაში, აბსორბშენი როგორც აგიხსენეთ არის დიდი ზეწოლა, მაგრამ შედეგის გარეშე, აქედან შეიძლება შორტები ავიღოთ, მაგრამ თუ მოხდა acceptance, აქედან ლონგები და მე უკვე შეგვეძლება აქამდე ვიტრეიდოთ და ეს არის ძალიან საინტერესო რა, იმიტომ რომ თითქმის ერთი თვე ამ დიაპაზონში იყო აუქციონი, ანუ ამ დიაპაზონში ხდებოდა თითქმის ყველაზე მეტი ვაჭრობა. აი მხელა ვარდნა, ამიტომ აქ რო ამოვა ფასი დავაკვირდებით უკვე ვოლიუმის, როგორი ვოლიუმი ექნება მარკეტს და მაგის შემდეგ უკვე ტრეიდს გავხსნით. ზუგოლდი არა, ES არის. მიკროფონი გაასწორეო, მარტო ერთ ყურში მესმისო, ეგრე რო გავაკეთო. მე ჩემი ხმა გამეორდება მიკროფონს, ამიტომ არ მაწყობს. ზუკაგოში რო ტრეიდი წავაგეთ და მანამდე აკაუნტი დაფეილდაო. მე არ დაფეილებდი ვარ თლიანობაში წავაგე $100. ეგ წინა ლაივზე რაც იყო, ალბათ ლაივზე იყავი. $100 მინუსში ვიყავი და არ დაფეილებდი ვარ არაფერს. Okay. და ინდიკატორებს იყენებ order flows-თვის. ეს ინდიკატორები ესე ვთქვათ არ არიან, უბრალოდ ვაკვირდები delta volumes და footprint charts. ინდიკატორი არ არის. ეს არის ES. Okay.
და ერთი რამ კიდე შეგვიძლია გამოვიყენოთ initial balance breakout-ი. რაც იქნება პირველ 15 წუთიანი სათლის გახსნა. ხოლმე დავაკვირდებით ამის დახურვას და ამის შემდეგ უკვე გავიგებთ რა მოხდება. ხა ეს სანთელი რო დაიხურება დაახლოებით 4 წუთში. იქნება კორექცია. კორექცია თუ არ იყო, ანუ კორექცია ნიშნავს რომ ცოტა ხანი ფასი დაბრუნდეს ისევ ამ დიაპაზონში, იქნება მაინც ცოტა ხანზე ეს. იქნება კარგი ალბომები უბრალოდ გააჩნია რა კონტექსტში შემოვამარკეთ. არ ვიცი რა წაიშალა იმ ბიჭის სახელი და თავით მეგრუმეტრებთან თუ ყოველ დღე წამგებიანი აქვთ, არ ვიცი ეგ რაღაცები არ ხდება. ეს რა მორფული ჩარტია რა ხდება ეხლა არის ეს ფასი. სწორად დასვიკითხვა და გიპასუხებ. არ გამილონგია არც და მიშორტია. ანუ აბზორბში რასაც ქვია არ ვიცი კარგად ეხლა ვსწავლობ. მეც მინდა რომ ოფი ვაჭრო და რა მაგათამი მარკეტის თეორია. ეხლა რას ვაჭრობ? ეხლა თუ აისტის ვაჭრობ, იდეა შეთვალე მარკეტის აუქციონის თეორიას ვაჭრობ, უმეტესად, იმიტომ რომ რებრენდირებული აუქციონის თეორია. ეგ $300 ისდევშად რო თქმა და მოგცე, არა, შენ თუ შეინახე და გამოიყენე, იქნება რაღაცა გააკეთო, ჩარიცხთან ხა და იქნება ფული გამოიტანო. აუქციონზე როგორ მოვხვდე? Is okay. ეს order flow რა არის, ანუ რასაც ახლა ვაჭრობ, ნუ ყველაფერთან გამოვიყენებ, თუ ცალკე სხვა თემა არისო. არც თავნა ვაჭრობდე, order flow შეგიძლია დაიხმარო და order flow კონცეფციები რა. ახლა მაგალითად, თუ ვაჭრობ supply demand-ს, შეგიძლია გამოიყენო volume profile supply demand-თან ერთად და გაიგო სიტყვაზე ის supply demand-ის ზონა ვალიდურია თუ არა იმ სიტყვაზე იყო მართლა თუ არა მყიდველი, იყო რაღაცა volume-ის კონცენტრაცია და მე დაიხმარო უკვე futures chart-ი, გაიგო სიტყვაზე ფასი რო აბუა იმ supply-ზე ან demand-ზე თუ შეიძლება იმ ზონას გავიგებთ იხა გააქტიურდება თუ არა იქ გამყიდველი გააქტიურდება თუ არა მყიდველი და მიყვე ინსტიტუციურ მხარეს იდეაში. უცოტ ეგრეა იქნებაზე უნდა ვიყო ამხელა კაცი, ამხელა რა ვერაფერს ვერ ხედავ, ამხელა ხარ. დაიხურა 15 წუთიანი სანთელი. ეხლა დავაკვირდებით უკვე ფასის რეაქციას რა მოხდება მარკეტზე. შეიძლება ტრეიდი გავხსნათ, შეიძლება სულ არ გავხსნათ დღეს ტრეიდი უბრალოდ. საგანმანათლებლო ფორმა აქვს ამ ლაივსაც. Preview week W2 დაიხურა 15 წუთიანი კარგია. ნახოთ. ბოლოში ვიქცევი აქ ვიკითხები რაღაც და შეშოში ხარ. და რას მეკითხები ვერ გავიგე. ანუ ჩამოუყალიბებელი აზრით მოდიხარ და რაღაც ცვლილებს ვერ მივხვდი რას სახი და ჩამოყალიბდი, კითხვა სწორად დასვი და გიპასუხე.
ოკეი. თუ მოისმენთ და დაინახავთ ჩატს, ხო? რასაც წერან ხსნიდი. განახეთ, რას გავაკეთებ, ან რას გავაკეთებ მარკეტზე. და რაც მოხდება, ხო? იდეაში discretion trading-საც განახეთ როგორ მუშაობს ეგ. ნუ ანალიზი მეკაკეთებული ხო, ველოდები ამ ზონებში რეაქციას და უკვე მაგის რეაქციის მიხედვით უკვე ტრეიდს გავხსნი და არ გავხსნი საერთოდ, გააჩნი. მგონია რომ დავალდები ამ ზონებში ჩამოსვლას, იმიტომ რომ რაღაც ვოლიუმი ძალიან ნაკლებია და არ მომწონს. ტრანზაქციები არ ხორციელდება ისე როგორც მინდა რომ ხორციელდებოდეს. რაც მე უყურებ იდეაში, იმიტომ ისევ ამ ზონებში რა. ამ ზონებში დავალდებით. რაც ცოტა დიდი დროს წაიღებს, მაგრამ ნახოთ. ვერ ვიტრეიდებ მე და შევეჯიბროთ და ნახოთ აი ეს ჯობია თუ ოფი. შევეჯიბროთ. დასამტკიცებელი რა გაქვთ, შევეჯიბროთ. შემო დისკორდზე ხოლმე და გახსენით ჩემთან ერთად ტრეიდ. მე თუ ლოგს გავხსნი, შენ შორტი გახსენი და გავიგოთ. ოკეი. სალამ. რა პლატფორმა ეს მეგობარო შკა ტრეიდინგი უარა, დიპ ჩარტია ეს. გადავახვიოთ რა და ერთის მანძილზე. რატო ლაივზე ვერ ივაჭრებ? ოკეი. ამის ბრეიქს ეხა. ერთ წუთში შეიძლება ტრეიდი ავიღო, უბრალოდ იმბალანსები მაინტერესებს, აქ რამდენი იმბალანსი იქნება. ხა ეს მაგალითად არ არის საკმარისი. რომ ცოტა ხანი კიდე დაველოდები, რომ კარგი რეაქცია მოგცეს. თუ ტრეიდს გავხსნით ამ დიაპაზონიდან, ამ ზონიდან, ნუ სტოპ-ლოს დავაყენებთ. აქედან აქა, სტოპ-ლოს დავაყენებთ იდეაში ამ ადგილს. ტარგეტი იქნება დაახლოებით აი ამ დიაპაზონში, უბრალოდ ერთ წუთიან სათელ დაიხუროს რა. ოკეი. 4 მიკროთი ტრეიდში ვარ ხა. ძალიან დამოგვიანდა. ეს არ არის ფინანსური რჩევა, ამიტომ გაითვალისწინეთ და ესე ტრეიდი არ გახსნათ, თუ ტრეიდის გახსნას ფიქრობთ. მეც მინდა ეგეთი ლაივზე მე ერთი თვე დაგჭირდება. თეო მე ხომ ვფიქრობდი, რომ ბოტივით წერს, საღებავ თაჯება გადახურულზე გავაკეთოთ, თორემ მისწერ ბოტივით. რატო კაი შორტა შეგიძლია ამიხსნაო? პირველ რიგში, ქონა initial balance მარკეტზე რა. პირველ 15 წუთი ველოდებოდით, 2 წუთი პროფიტში ვარ $164. ამას მე დისკორდზე ჩავაგდებ ყველაფერს.
მოდერატორი რა დიდბანია მას, რა ხდება? არ შეიძლება ეგეთ საუბარი. მაგრამ მაინც გიპასუხებ, პარინდა ეგონია მას. რატო გაიშორტა ეხა ამ ადგილზე? პირველ რიგში ქონდა სამართლიანი ფასი, ვეძახით სამართლიანი ფასი. პირველ 15 წუთიან სანთელს რაც იყო, აქედან, აი აქ. ანუ ეს იყო კომფორტული ზონა. ეხა უყურე, როცა ხდება კომფორტული ზონიდან გასვლა, უნდა დავაკვირდეთ რამოდენიმე რაღაც. სიტყვაზე იყო ვოლიუმის ამოშრობა თუ არ იყო. იყო აბსორბშენი თუ არ იყო. ეხა ამ ადგილზე მაგალითად ხო, რომ გავედით კომფორტული ზონიდან. ანუ ახალი ფასის ზიებაში გავედით უკვე. დავინახეთ რომ აქტიურდება გამყიდველი. ეხლა თუ სიტყვაზე ფასი რო წამოსულიყო ქვემოთა მხარეს და არ გააქტიურებულიყო გამყიდველი, პირიქით ვოლიუმი ამომშრალიყო, ხო? არ იქნებოდა კაი ენტრი. კაი ტრეიდი არ იქნებოდა, მაგრამ დავინახეთ რომ ვოლიუმი გაძლიერდა პირიქით რაც უფრო ქვემოთ ჩავდიოდით, აქ ტრეიდი გავხსენით და უნდა იშორტებოდა ახალი სამართლიანი ფასი ეძებს მარკეტი. რაც იქნება, აი ეს თლიანი დიაპაზონი, აი აქეთ, სატრეიდოა ესა რა. მაგრამ მე ვფიქრობ რეაქცია ფას, აი ამ ზონაში უნდა ქონდეს, ხა სადაც ავართ და პლუს აი point of control-ზე, ანუ ამ ადგილს. მოდელი მომენტ დავადებ. აი რეპოსტა არ შეიძლება რა ბავშვები ვითიქცევიან რა, ანუ რაღაც კითხვები დასვით ხო ბაზარი არ არის, გასაგებია, ეს გინება არ არის ლამაზი რა. ყველას გასაგებია თუ ძახ, просто ან ლაივი გაუშვირო, ვიღაც დამწყები, ორი დამწყებია და მეორე კითხვები ქონა ხალხს, ამიტომ ეს გინება რა ვიცი, მოდა ეხა შემოდიან ტიპები და მეჯიბრებიან და წადი შენ მენტო შეეჯიბრე რა. ოკეი. ეხლა რა შეხედავთ? უცებ ფასი მოდის ქვემოთ მხარეს, ხო აგრესიულია ძალიან. ეხლა ესე ვთქვათ, რომ პირველი რაუნდი, ესე ვთქვათ, მოიგო მყიდველმა. ამ ადგილზე რაც იყო რა, აი ამ ადგილზე რაც იყო, ეხლა გამყიდველი გააქტიურდა ლოგიკური იყო რა, მაგრამ უცებ ბუმ ფასი ეცემა და ანაგრესულა და მე უცებ მყიდველი შემოდის, ხო? ან ორი ვარიანტი, ან აბსორბშენი იყო, ან უბრალოდ, აისბერგ ორდერი იყო, რაც რა მგონია ამას არ ვენდობ უბრალოდ რა. ხო. უფრო იყო აბსორბშენი. იმიტომ რომ რაც უფრო ქვემოთ მომდედა ვოლიუმი, კონცენტრაცია ხდებოდა ამ ადგილზე, მაგრამ შედეგი არ ჩანს. ეხლა თუ სიტყვაზე და ტრეიდის გახსნა რეენტრი დაგჭირდა რაღაცა, ხო? ტრეიდის გახსნა იქნება კარგი, უკვე როგორც დაიხურება ეს ანთელი, და ამის ქვემოთ თქონთ რა. ეს არის აბსორბშენის სანთელი, ამიტომ ამის ქვემოთ შორტები იქნება კარგი. მაგრამ ვინც ტრეიდის გახსნას აპირებთ, ანუ მე პოსტ ანალიზი გავაკეთე ტრეიდის ჩემთვის გავხსენე, თორე არავის არ გეუბნებით ტრეიდი გახსენეთ, იმიტომ რომ შეიძლება წავაგო. შეიძლება თქვენ წააგოთ, ამიტომ ეგეც გაითვალისწინეთ რა. ეხლა ვარ 180 დოლარ პროფიტში, 200 დოლარი. და ფასი კიდე მიდის ქვემოთ მხარეს. ამიტომ გაითვალისწინეთ ეგ. არავის არაფერს არ გაძალებთ, უბრალოდ ჩემი შეხედულება მარკეტზე ეს. აჰა, ტარგეტი მაქვს 65-90-ზე. რაც იქნება ჩემი მოგება 345 დოლარი. მოიწე 65-93. 93. დაახლოებით ამ ადგილზე უწევს. ეხლა რა ვიცი? ჩემ stop loss გადმოვიტან break even-ზე. არ ვიცი, აქედან განახევთ მაგასაც. break even-ზე მაქვს stop loss-ი. ეხლა არ ვიცი, просто როგორ განახს, აი ფოტოს გადავიღებ. და Discord-ზე ჩავაგდებ, ეხლა ვისაც გაინტერესებს, მართლა გავხსენით თუ არა ტრეიდი. და შეგიძლიათ ნახოთ, ტრეიდი გავხსენით თუ არა ნამდვილად რა. რომ მე ვიღაცა პეტრა ბავშვმა ტირილი არ დაიწყონო, ტრეიდი არ გაგიხსნია. აი რა უშავს. ისწავლეთ. ოკეი. ტარგეტისკენ მიდის ფასი. ეხლა უკვე რადგან კაი პროფიტში ვარ, ხო? ჩემთვის კაი პროფიტი ეს არის. შემილია ჩემი stop loss-ი გადმოვიტანო პროფიტში. დავაზღვი ხა ტრეიდი გავხსენი. მოგებაში ვარ. არ მინდა ხა წაგებამ დავაფიქსირო რა, რაღაც რომ მოხდეს break even-ზეც რომ გამოსტოპოს, აწყენე იქნება, ამიტომ stop loss გადმოვიტან. ძალიან პატარა მოგებაში, просто ესეთი რო იყოს რა. stop loss-ი გადმომაქვს 66.01-ზე, პროფიტი იქნება 90 დოლარი, რაც კაი ბაფერია სხვათა შორის. როგორც შეგვიძლია დიდი ხანია უკვე ამ საქმეში ხარ. კი, ტრეიდინგში თითქმის 5 წელია და მენტორობაში დაახლოებით წელზე მეტი არ ვიცი.
ზოგადად ხო დაიდება ეგ ლაივი რომ გადავხედოთ. კი, დავდებ, შევეცდები დავდო ეს ლაივი რა. არ ვიცი როგორ ხდება, ხა თავის შეინახავს, არ შეინახავს თუ რა სიზოს, ამიტომ შევეცდები დავდო. ოკეი. აკაც იგივე პრინციპია რა. ეხლა უწუთიანზე გადავიდეთ, მოდი და გავიგოთ ეხლა რა ხდება. მე მგონია რომ ებზებშენი იყო და ნუ უბრალოდ კი. ისე რასაც ფიქრობდი ის მოხდა მარკეტს. ებზებშენი იყო და ნუ ეხლა თუ ტრეიდის ისევ დაჰოლდვა გვინან ისევ რეენტრი, უმჯობესი იქნება რომ დაველოდოთ ამ სანთლის დახურვას აი ამის ქვემოთ. იმიტომ რომ აი ეს არის ჩვენი ებზებშენი სანთელი. არის ყველა ვარიანტი ტრეიდი თუ ნუ ბრეიქ-ივენზე გავსტოპდები თუ რა მოხდება, ამ ტრეიდში არაფერს არ უკარგავს საერთოდ, risk free არის რა. უბრალოდ დაველოდოთ. თან ეს ტრეიდი და ზოგადად ეს ლაივი არის უფრო საგამანათლებლო. ბევრი დამწყები იყო და ბევრი კითხვა ქონდათ ყველას რა. უმჯობესი ლაივი გაუშვათ და ესე აგიხსნათ, იმიტომ რომ უკეთესია რა. გისმენთ თუ კითხვა გაქვთ იმის რა. ეხა აქედან თუ გავსტოპდი. ამ day profit-ის მიერ გამშლობა არ აქვს რა. მე დავალდები რომ ფასი ჩამოვიდეს ამ ზონაში. აქედან ჩემი აზრით ძალიან მაგარი ლონგები იქნება რა, იმიტომ რომ აქ მოხდა ძალიან დიდი ვოლიუმის კონცენტრაცია, პლუს ვოლიუმ ნოუდი გვაქვს ამ ადგილზე. აქედანაც და ამ ადგილიდან ეს დიაპაზონები და იმახსოვრეთ თუ გინდათ ფასები. მოწთი არ ვიცი აქ ხარ როგორ იმას აქვნა, მაგრამ ეს დიაპაზონია ის 67, 40, 67, 50, 66, 80 და შემდეგ უკვე რავი ეს რომელი არის? ეს 65, 85 ეს ზონებია ესე ვთქვათ რა. ზოგადად შეიძლება ჯგუფური მეტარშიპი ჩემს მაგაც უნდა რომ გაიაროს. დღეს იწყება ჯგუფური მენტორშიპი. ეს ფოტო რო ნახა მაგის მერე დაიკერა. რა ფოტო? ოკეი. ჯერ გავუსტოპები ვარ. ერთი ტიკით გადავრჩი გავსტოპებას break-evens. აჰა. აი მას ვძახოდი აი. აქ რა გატესტა ეხლა იმბალანსი იქნებოდა ყველა ვარიანტში. კი. და პროსტა ამ სიზუსტე შეხედეთ, ანუ რა გატესტა ეხლა ეს იყო იმბალანსის კლასტერი. ამოვიდა ფასი შეეხო ამას და რა ხდება? მიშორტება. ეხლა თუ რეენტრი გვინა და ჩემ take profit-საც მიარტყა მეც არ მიარტყა. ვიდეო გადავიღო ჯერ. shit. მიარტყა take profit-საც $311 live-ზე შვენიერი. ოკეი. მიარტყა ჩემ take profit-ს მამას Discord-ზე ჩავაგდებ, იმიტომ რომ მეორე ლეპტოპში მქონა ტრეიდი გახსნილი და არ ვიცი ხა აქედან როგორ დავუკავშირო. მამას Discord-ზე ჩავაგდებ, სადაც გაინტერესებს ტრეიდი გავხსნილი თუ არა ნამდვილად. აი იქ იყო. Discord-ზე ვაგდებ ამ ყველაფერს, ამიტომ გადახედეთ. ოკეი. რას ვთხოვდი ხა მე? ხო, რა მოხდა ხა ამ ადგილზე, ანუ პროსტა მეცინება, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა არის და ძალიან მაგარიც არის, იმიტომ რომ ეხა ამ ზონას შეხედო, ხო? თუმცა არაფერი იყო ამ ზონაში, ხო? ანუ უბრალოდ ფასი ვარდნა იყო, ზოგიერთი შეხედოს პოსტ, მაგრამ რო ჩაიხედო გორდ ფლოუში, ხო? ზუსტად ის ზონა გატესტა, სადაც იყო იმბალანსის, ანუ არაეფექტურობის კლასტერი. გაიტესტა ეს ზონა, ტრეიდში ვიყავით, მოხდა რევერსალი და ამას შეხედეთ. ამას შეხედეთ პროსტა. და ვიღაცა იტყვის რომ მე რაღაცა სისულელე ორდერფლოუ და მარტო ის ჯობია და ის ჯობია. პროსტა ამას შეხედეთ რა.
საიდან რა მოხდა და როგორ მოხდა. ეს ყველაფერი ახსნილი მქონდა, ეხლა უნდა თუ მოისმენთ, მიხვდებოდეთ რას ვლაპარაკობთ რა. ვანოც სეკუნდთა კოპირება მინდა, მაგრამ მაინტერესებს შესამოსა, თუ აკლებს რას, ვერ ხვდები. აი რა მოხდა მარკეტს. ეხლა რას ველოდებით ჩვენ? ეხლა ველოდებით რომ უბრალოდ ჩამოვიდეს ფასი, გატესტოს ჩვენი ზონა, რაც ქვემოთ გვაქვს მონიშნული რა, დანარჩენი არაფერი უბრალოდ რა. აი გითხარით, ეგეც ავთქვი წეგან რომ ამ ლეველზე 66-36-ზე ფასი არ მithქმა რა, ეს ზონადეს დახვაზე უბრალოდ რა. იყო point of control-ი, ანუ იდესაც ვოლუმის კონცენტრაცია იყო, მაგრამ ეგეც ავთქვი რომ ამ ზონებს არ უყურებს, უბრალოდ ეგეც უნდა გაითვალისწინო რომ აქ რაღაცა არის, ხვდები, ანუ აქ point of control-ი იყო და შეიძლება რაღაც რეაქცია ქონდეს, მაგრამ უბრალოდ არ ვაჭრობ ამ ზონებიდან რა. ეხლა მაგალითად თუ შორტის აღება მოგვინდა ტრეიდის გახსნა, point of control-ის ქვემოთ შეიძლება გახსნა, მაგრამ მე არ გავხსნი იმის გამო რომ არ ვენდობი ამ point of control-ს რა. ბევრი იყენებს უბრალოდ თუ გაინტერესებთ ეგეც რა. აი ამ ადგილზე ამის ქვემოთ. არა ყველაზე მაგარი შორტები მაინც აქედან იქნება რა. ხან იმიტომ რომ point of control-ის ქვემოთ ჩავალთ. დღევანდელი მარკეტის აუქციონის თეორიის მიხედვით, ხო? ეს არის ჩავადენი აუქციონი უკვე, აქედანაც შეიძლება ლონგები, მაგრამ უფრო შორტები მგონი, იმიტომ რომ ეხლა რადგან ამხელა ვარდნა იყო, ხო? თავარია ის ვოლუმი შეინარჩუნოს მარკეტმა, მაგრამ ეხლა უბრალოდ ფასი ესე აგრესულად ეცემა და მე ბუმ 1600 კონტრაქტი შემოდის უცებ, ამ ყიდველს არ ვენდობ. ამ ყიდველს მაშინ ეს თქვათ დაბუჯერებ იმის მიხედვით, რომ დაბრუნდეს ეს თქვათ initial balance-ში, ანუ ამის ზემოთ, ახლობით ამ დიაპაზონში რა. მანამდე არ მგონია რომ რაღაცა იქნება რა. საუკეთესო ხარ. მადლობა bro, მაგრამ არ ვარ საუკეთესო. აუ მეც მინდა რა მინას ხვების ვერაფერს ვერ ვიგებ როგორ ვიყიდო ახალგაზრდის კურსი ან რაღაცა. ნუ შეიძლება ინსტაგრამზე მომწერო, ხა ჯგუფი იწყებს სწავლებას, მე უბრალოდ ჯგუფური მენტორშიპია ეგ თუ გაინტერესებს და მე არ ვიცი რამდენი ხანში იქნება კიდე გახსნილი დადებული, იმიტომ რომ არ ვიცი. არ ამგონი. აი. ეხლა აქ ჩავიხედოთ, აბა აქ რა მოხდა იდეაში. თეორიულად ხვდები რაც მოხდა უკვე, იმიტომ რომ ეს ვოლუმი ბევრს მეუნება რა. ოკეი, ეხლა რა ხდება? ხედავთ რომ ნუ ვოლუმის კონცენტრაცია ხდება ამ დიაპაზონში, ხო, ამ ადგილში. მე ეგეც ავთქვი რომ თუ ამის ქვემოთ აიხურებოდა სანთელი აბსორბშენი სანთლის ქვემოთ, ნუ უკვე შორტები წავიდოდა. ეგრეც მოხდა. აქედან აქამდე მაგალ ვარდნა იყო რამდენი ტიკი. მაგ ტიკებს არ ამიწერს. მაგრამ საკმაოდ კარგი ვარდნა იყო. შემდეგ რა მოხდა ეხლა? ფასაც ქვემოთ მიდიოდა, ხო? იყო ვოლუმის ამოშრობა, ანუ exhaustion-ი ქვია ამას ინგლისურად. ანუ რაც უფრო ქვემოთ ჩავდივართ, ვოლუმი შრება. ეს იმის მაჩვენებელია, ესე ვთქვათ, ერთგვარი, რომ ნუ რევერსალი შეიძლება მოხდეს მარკეტზე რა, მაგრამ მარტო ამას არ უნდა ენტო. თვალზე უნდა ქონდეს რაღაცა ანალიზი გაკეთებული, ან დახაზული უნდა ქონდეს თვალზე ვოლუმის დაყრდნობით supply demand-ი, ან ვოლუმის HFL-ი, ვალუიარე high zone-ები მოკლედ რა და მაგ ზონებში რომ შემოვაფასი, უნდა დააკვირდე absorptions ან exhaustions იდეაში რა. თუ ტრეიდის გახსნა გინდა რომ აქედან დაშორტო, უნდა იყოს acceptance, ანუ მიღება ფასის. ეხლა მიღება არ იყო რა. მიღება იქნებოდა თუ სიტყვაზე ეს ანთელი თვითონ გაჩერდებოდა ამ ადგილზე და არ შემოbrunდა, რადგან ეხლა შემოbrunდა ეს ანთელი ზემოთ წამოვიდა, ხო? მოსალოდნელია უკვე რომ ლონგები წამოვიდეს რა. მაგრამ მე მაინც არ ვენდობი რაღაც პრინციპი, იმიტომ რომ მე ვხედავ მაგის საჭიროებას რომ ფასი ზემოთ წამოვიდეს. რაც ქონა უკვე ზონები უკვე შეივსო. აი ერთი თუ ამოვა ამ ადგილზე, აი ეს არის
ერთი ზონა, რასაც შეიძლება გატესტოს რა. ქართულ კომუნიტიში პირველი ხარ ვინც რეალურს ბაზრობს და არასანთლებზე ხატვას. Thank you. რა ღირს თქვენი კურსი. კურსი ვერ დავარქმევდი. კურსი სხვა რაღაცა არის, მაგრამ თუ mentorship-ი გინდა და უბრალოდ word of flow სწავლა გინდა, ახლა ჯგუფური mentorship-ი 0-დან თუ იწყებ $200. ეგ ფასი იქნება ცოტა ხანი. სწავლის დაწყების შემდეგ სწავლა რო დაიწყება, ორ კვირაში შემოდივარ მე. მანამდე მეორე mentor-ია სწავლის, რომელიც 0-დან ხსნის ყველაფერს, ამიტომ როცა უკვე მე ჩავიბარე კურსს, ავხსნი უკვე order flow-ს, ანუ ავხსნი ამ ყველაფერსაც ახლა აქ ვისაუბრეთ და კიდე ზამბე რომ ის აქ არ ამიხსნე მარკეტის აუქციონის თეორია, რა არის ფუნდრი ჩარტი, რა არის დელტა ინფორმაცია, volume profile და ბევრი რაღაცა არ ამიხსნე აქ უბრალოდ. ანალიზი გავაკეთეთ ახლა ამ ჩარტზე რა. დორწა. იგივე ზონა გატესტა, რაც წიღან მოვიდა ფასი, ანუ იგივე ზონა იყო რა, ერთი კი დააგება უბრალოდ, მაგრამ რადგან აქაც იყო გამყიდველი, იდეა იყო რა, არაკი იმბალანსი. აი ეს ტრეიდები შეიძლება გახსნა ყოველთვის რა, პატარა იმბალანსი და შორტი აიღო, მე აქედან ყველაზე ლონგი აიღო, მაგრამ ამას უბრალოდ არ ვიყენებ რა, ძალიან აგრესიული სკალპინგია, უბრალოდ ფაბიოს მეთოდია ეგ, მაგრამ მაგას არ ვუყურებ რა. ეხლა მაგალითად შეხედეთ ამას, აქ არის იმბალანსი. აი ეს იმბალანსი თუ დაჰოლდავს და აი აქ დავინახავთ მყიდველს, შეიძლება ტრეიდი აიღოს და პროსტა აყენო ამ ადგილზე, ალონგო. მაგრამ როგორც ხედავთ, ვერ ჰოლდავს ხო? არა უშავს. მაგრამ დაჰოლდვა, ანუ ეს თქვა დაკავება ამ ზონის იქნება სანთლის დახურვის შემდეგ, ანუ ეხლა ეს სანთელი თუ დაიხურებოდა ამის ზემოთ, ესე იგი გამოიყენა დაჰოლდა, მაგრამ ვერ დაიხურა, იდეში ვეღარ ვენდობით ამ სანთელს, ხო, ვეღარ ვენდობით ამ იმბალანსს. მაგრამ ნახე, მაინც რეაქცია ქონა. და ნახე რა მხელა რეაქცია. უბრალოდ მე ამას არ ვენდობ, იმიტომ რომ რაღაც კონფირმი მჭირდება, რომ დავინახო, რომ მართლა აქტიურდება იქ რაღაც ზონა რა. ეს ზონებიც გასატესტია ახლა მაგალითად აი ეს დიაპაზონი ფას და აქედან თუ ამოვა შეიძლება ძალიან დაბალი რისკი ტრეიდი ავიღო აი აქ, იმიტომ რომ ძალიან მოწონს ეს ზონა რა. შეიძლება ეგეც. როლ რეაქციას მოანახავს მარკეტი, მაგაზე იქნება დამოკიდებული. ვაი, მაგას ვწახოთი. პატარა იმბალანსი და შორტი, იტყოს აქედან ლონგი ისო და ესე ითამაშო რა, პინგ-პონგი. ეგრე ქვია ინგლისურად ეგრე ეძახიან order flow ტრეიდერები. მე ფიზიკურად სწავლა. ეს კურსი ფიზიკურად სწავლას. ისევე ზონა იტესტება, მაგრამ არ ვენდობინა, იმიტომ რომ ნახეთ ეს ფიტილის ბევრს გეუბნება რა. იყო დიდი ვოლიუმის ეწოლა მყიდველების მხრიდან ამ ადგილზე, მაგრამ შედეგი არ ჩანს, ხო? იგი აბსორბშენია, მაგრამ ეს ძლიერი აბსორბშენი არ იყო, რადგან ერთ წუთიანზე იყო რა. ანუ ენტრისთვის მაინც არ არის კარგი ხა. აი აქ როგორც იყო მაგალითად, ხო? exhaustion. ეს იყო reversal pattern. pattern-ი რა, ცოტა ისე თქვია, მაგრამ ისე შეიძლება აქედან გამოიყენო. რას გულისხმობ ფერმოთ? ანუ შე რო გიყუროთ სწავლების დროს, სად რომ მიყუროთ, ახლა ხომ მიყუროთ ლაივს, რას გულისხმობ? ოფისში თუ სად? აბსორბშენი ახსენე. აბსორბშენი ახსენე უკვე რა იყო. მარტივი სიტყვებით, დიდი ზეწოლა მარკეტზე, რაღაცა ერთი მხრიდან, აი როგორც მაგალითად აი იქ იყო, დიდი ზეწოლა გვაქვს მარკეტზე, ყიდულების მხრიდან, მაგრამ შედეგი არ ჩანს, ანუ ამას შეხედა ვოლიუმის კონცენტრაციას რა. აი წერან გადაახველა თავში და იქ ახსენე აბსორბშენი რა იყო. ამას ახლა დავაკვირდი. ეს იმბალანსის კლასტერი. შორტია წამოიღო მაგის მერე. აუ რა იდეაში ეს იყო ამ ადგილზე ახლა. ამის ქვემოთ შეიძლება შორტები.
უბრალოდ ჯერ მოიცადეთ. აღშტერ გუჩქარება. SMTO რაღაც რო არის ეგ რა არის ბევრი ახსენებს ხშირად საჭირო რამეში რო SMT არ ვიცი რა მე მაგას არ ვიყენებ ერთი ეგ ვიცით საჭირო რაც არის ჩემს და არის მარტო მარკეტის აუქციონის თეორია იმიტომ რომ ყველაფერს გეუბნებას თქო რატომ მიდის ფასი ზემოთ რატო უნდა ავიდეს ზემოთ დანიშნულება აქვს საიდან უნდა შეხვიდე საიდან უნდა გამოხვიდე და ვსო absorption და exhaustion არის მხოლოდ order flow-ში არა absorption exhaustion ნუ ხა ამ თემატიკაში ეგორი პლუს არის acceptance-ი, ანუ მიღება, როცა სიტყვაზე ხა დიდი ზეწოლა რო იყოს მარკეტზე, ხო? ფასმა უნდა მიიღოს, ან rejection უნდა გააკეთოს, ხო? უნდა უარყოს. არის rejection და არის acceptance-ი რა. ნუ 4-5 რაღაცა უბრალოდ მე ვიყენებ მარტო absorption-ს და მინდაში exhaustion-ს რა. ესე reversal entry-ს აპოვნებად, მაგრამ acceptance-იც ნუ ძალიან საჭირო რაღაცა უნდა დააკვირდე მაგასაც რა. მარკეტის აუქციონის თეორიაზე შეიძლება გითხრა ორი სიტყვით რამე. მარკეტის აუქციონის ორი სიტყვით როგორ ახსნა ხა. დაში ფასი, ნუ აი ხა წერან ანალიზი რო გავაკეთე. თავიდან. დაში გამოვიყენე მარკეტის აუქციონის თეორია. დავინახე სიტყვაზე სად მოძრაობდა ფასი კლიანობაში. სიტყვაზე სად იყო სამართლიანი ფასი, ხა ფასი აქ რომ მოძრაობს, ხო? ეს არის კომფორტული ზონა. კომფორტულად ხდება ვაჭრობა მარკეტზე რა. ანუ თანახმა გამყიდველი და მყიდველი. მაგრამ სიტყვაზე ვიღაცა მოინდომა ეხა ვიღაცა მყიდველმა ან ვიღაცა გამყიდველმა მოინდომა რომ სიტყვაზე ჩათვალა საჭიროდ რომ ქვემოთ სიტყვაზე ამ ადგილზე არის ეს უკვე მისაღები ფასი, სამართლიანი ფასია, ხო? ამას ეცდება რომ ნუ წამოიყვანოს ფასი ქვემოთ ამ მხარეს და ეხა ორი რაღაც შეიძლება მოხდეს. დაფეილდეს და ნუ გაიმარჯვოს ამ აუქციონში. ანუ რეალურად ხო? ბევრს ეცინება მაგაზე და ბევრს არჯერა რომ მართლა აუქციონის ტიპია მარკეტზე ხა ორდერებს რო შეხედო ხო? დომს რო შეხედო მაგალითად. იგი ჩვენებს სიტყვაზე ვინ არის კონტროლში და რა ხდება ამ მომენტში მარკეტზე რა. ეგეთი რაღაცა არის, აი, რო გადახედვა ჩაიხედები order flow-ში, მიხვდები სინამდვილეში ფასი რატო მოძრაობს. და რა იმიტომ რაღაცა ჯადოსნური ალგორითმი არსებობს, აი, დაგარწმუნებთ რომ ეგ არ არსებობს რა. და არის ეგ. ვიღაცა იტყვის რომ იმეორებს მარკეტი ყოველდღე ერთ-ერთი რაღაცას, იმეორებს ლოგიკას. და რაღაცა დაპროგრამებული კი არ არის რაღაცა ესე ყოველდღე ერთი რაღაც გააკეთებს არა ხო და ის ყველაზე აი ამ ადგილზე მოიწუთი ოკეი ახლა მაგალითად სად იყო ვაჭრობა მაგალითად ხა ამ ადგილზე 5 წუთიანზე ვარ ჩვენ მაგრამ ოკეი მათ 5 წუთიანზე გადავიდეთ ეგ რა მოხდა? ეხა ეს ზონები გატესტა, ეს ზონები რა არის, მაგას მე დავუბრუნდებით. ხო. ეხა მაგალითად ვაჭრობა იყო ამ ზონაში, ხო? ეს ზონა და ეს ზონა. აი აქ რა მოხდა? ეხა აქ ხო იყო ვაჭრობა, ამის ზემოთ ნახე რა გააკეთა ფასმა. მოდი ეს მაგალითი ავიღოთ. აქ ვაჭრობა ხდება, ნუ ფას ჩამოვიდა, ახლა აუქციონში შევიდა, ამის ზემოთ ვეღარ მიდის, ხო? მოდი ხა აქ შევხედოთ რა მოხდა ამ ადგილზე. იყო absorption. პირდაპირ გეუბნებთ რომ absorption იყო, ნახეთ? სად ხდება? აუ ეს რა გავაკეთე. სად ხდება ვოლიუმის კონცენტრაცია, ხო? ხოზე ფასი, აქ შეხედა, ხო, ვოლიუმის თვალსაჩინო ესე ვთქვათ. აქ ვოლიუმი არ არის, ხო? ანუ ვოლიუმი რას ნიშნავს? ვოლიუმი ნიშნავს ტრანზაქციებს, ტრანზაქცია როგორი იყო. რაღაც პრო ზემოთ მივდივართ ვოლიუმი იზრდება, მაგრამ როგორც შეეხო ამ ზონას, შედეგი არ გამოჩნდა, ხო? ანუ შეეხო და დაიშორტა. ეხლა თუ რაღაცა შედეგი გვინდა მარკეტზე, რომ დაგვენახა ტრეიდი გაგვეხსნა, ხო? იქნებოდა კარგი, რომ ეს შემდეგი სანთელი დახოლიყო ამის ზემოთ. ვერ დაიხურა, ანუ ჩავარდნილი აუქციონი იყო. რადგან ჩავარდნილი აუქციონი იყო, შეგვეძლო აქენ ტრეიდი გაგვეხსნა. ნუ absorption-ის შემდეგ რაც უკვე absorption-ი მოხდა, აქენ ტრეიდი გახსნა. ამ აუქციონის ზემოთ დააყენო სტოპ-ლოსი, იმიტომ რომ თუ რაღაცა მოხდა და იდეა შეიძლება გატყდა და მიიღო მარკეტმა ეს ახალი ფასი, ნუ დაილონგება. და იდეაში ტარგეტი, ნუ შეგვეძლო დაგვეყენებინა რაღაცა მეორე აუქციონზე, რაღაც აი ამ ადგილზე, აი. მე ხა ის არ მინახია, მართლა არ მინახე, წეღა რაც მოხდა, იმას განახებთ რა, ისა. პროსტა ეგეთი ანალიზი ხა იტყვით რომ ნახი ქონაო და რაღაცა, მაგრამ იდეა შეიგერე მოხდა რა, ანუ იდეაში ჩაფეილდა აუქციონი, ანუ ჩავარდა, ჩაფლავდა
მოხდა exception-ი, ჩვენი entry-ს მანდ იყო, trade-ი გავხსენით და აქედან მიდეში გამოვიდეთ რა. ეგეთი რაღაც ხდება. სალამი ზუკა, მეცდე ჯესყო კითხები იყო. exception-ი SSMT ICT კონცეფციიდან, არ ვიცი. სალამი ზუკა, კურსის ღირებულება რა არის ჯგუფური კურსის. დღეს იწყებს ჯგუფის სწავლებას 8 საათს და $200, ამიტომ კიდევ შეგიძლიათ მოვასწროთ. ზუკა ყოველდღიური მანტრა თუ იცი განმარტე. არ ვიცი ყოველდღიური მანტრა რა არის, პირველად მესმის. ზუკა დღეს ვნახე ერთი ვიდეო იძახის არ დავასახელებ 97%-იანი win rate მაქვსო და რას ფიქრობ მაგაზე? არ ვიცი ვინ თქვა ეგ, მაგრამ 97%-იანი win rate არის, რავი, ძალიან ისეთი შედეგი რა. 97%-იანი win rate მომეცი, სტაბილური. 97%-იანი win rate. და რავი, ერთ თვეში $1 მილიარდ დაგიდებ მაგიდაზე. ერთ თვეში, ოღონდ სტაბილური რა. ან 6 თვე მომეც, იმიტომ რომ სტაბილურობას მაგდენი ხანი ჭირდება, რომ ხანი გაგრძელდეს რა. და თუ 97%-იანი win rate გაქვს, ხო? რავი, საავალ. ბანკი მაგას სწავლის ალბათ. აი ზოგადად ეგეც რო იყოს, რომ ეგ არის მთავარი რა. სტაბილურად გაქვს თუ არა ეგა, თორემ მეც მქონია ეგ 100%-იანი win rate ფანედის ჩაბარების დროს, მაგრამ მეორე კვირას აღარ ყოფილა ეგეთ რა. სტაბილურობაზე ესაუბარი მან და რამდენი ხანი გაგრძელდება ეგ win rate, თორემ ეგრე დიდი არაფერი არ არის 97%-იანი win rate. თავარია სტაბილურობა რა. რამდენი ხანი გაგრძელდება ეგ win rate. თორემ ერთი ტრეიდი, ორი ტრეიდი და ერთი-ორი კვირა, ხო? ეში არ წყვიტავს იმას, რომ 97%-იანი win rate გაქვს რა. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინდიკატორი აი ეს მეთოდოლოგიაში, რომელიც გვეხმარება დავინახოთ ბაზის მანიპულაცია და ინსტიტუციების ინსტიტუციონალური დაგროვება. ანუ ეგ არის SMT. და ინსტიტუციურ დაგროვებაში რას გულისხმობ? ერთი მაინტერესებს ან რა. პროსტან ან რაღაცა ის კი არა უბრალოდ მაინტერესებს ინსტიტუციურ დაგროვებაში რას გულისხმობ, იმიტომ რომ ინსტიტუციური გამიგე ვიღაცა ICT ტრეიდერები ძახიან ინსტიტუციური order flow. ჯერ უბრალოდ სანთლებს უყურებ. არავის არ ხდება ეგეთი რაღაცა. როცა უბრალოდ სანთლებს უყურებ, შეუძლებელია დაინახო ინსტიტუციური მხარე, იმიტომ რომ არ ჩანს სანთლებში რა. რა ინსტიტუციური მხარე, რა არის ინსტიტუციური მხარე ზოგადად, აი. просто არ მისმის ეგა რა. ინსტიტუციური მხარე არის აი ეს თქოს. რაც ახლა დომი, ოლიმ პროფაილის ესე უხეშად თქომია, მაგრამ აი ეს ფუტურინ ჩარტი სიტყვაზე. აი ეს დელტა ინფორმაცია, დომი, გამოსხივება, liquidity heat map-ი, ეგეთი რაღაცეები და არა უბრალოდ სანთლის ჩარტებია. მან ვერ დაინახავ, ანუ ინსტიტუციურ მხარეს ვერ დაინახავ, იმიტომ რომ ეგეც არის რა, liquidation highs and lows. ეხლა რო შეხედო volume profiles, ხო? liquidation რა არის? ანუ ბევრი ტრანზაქცია რაც მოხდა, ხო? სადაც იდეაში იდო სტოპები, იდო limit order-ები და რაღაცა, მაგრამ რო შეხედო volume თვალსაზრისით, ხო? ამ ყველაფერს ანუ highs and lows. ყველაზე ნაკლები volume მანდარინა ტრეიდები რა. volume ყველგან არის. volume კი არა, liquidation ყველგან არის, ბოლოდ უნდა იპოვო სწორი ადგილი რა. სად უნდა გამოიყენო, ეგეც თავარია თუ ყველგან არის liquidation. Sequential. რას ფიქრობ? რა გითხარით, აი რა ვთქვი წეღან, პროსტა რა ვთქვი წეღან, რომ სად შეიძლება მოხდეს რეაქცია, ხო? რა იყო ეს ზონა? ეხლა გოლ დაკით არ გამოჩნდება, მოიცადე? განახებდი ხა სად თქვი რა მოხდებოდა რეაქცია. აი ამ ზონაში არ თქვი რეაქცია იქნებოდა. რატო იქნებოდა რეაქცია? იმიტომ რომ იყო იმბალანსის კლასტერი. აი ამ ადგილს. და რა მოხდა? ფასში ამოვიდა, ერთი ტიკი შეეხო და დაიშორტა. ეგეც შენი პატარა scalp trade, რომელიც მოგაგებინებდა რაღაც $200. აი ყველაზე მინიმალური თახითაც. ამაზე სიზუსტე ვეღარ იქნება მეტი, შეუძლებელია უბრალოდ რა.
ეხლა აქედან შეიძლება დაიშოროს. თუ რა იცი რა იღებ აქედან, სტოპლოსს უნდა დააყენო იმ სანთლის ზემოთ, ანუ დაახლოებით ამ სანთლის ზემოთ, აი ამ დიაპაზონში. რაც იდეაში იყო იმბალანსი. თუ ტრეიდი გახსნით, მაგრამ არ გეუბნები ტრეიდი გახსნით მეთქი, იმიტომ რომ ნახე შეიძლება დაილინგო, შეიძლება დაიშოროს, მაგრამ აქედან როგორ რეაქციას მოხდა, ხო? ეგეთი თემა არის. ბოლოს ძალიან აგრესიული სკალპინგის ტიპი არის. რა ეგრე ვაჭრობს ფაბიო და შეფრთხილ ძალიან აგრესიულია მაგალითად ეგ ვაჭრობის სტილი. აი ეს სხვა ხო. აი ეს სხვა თემაა ბიჭებო, საერთოდ ახლა ყველაფერს მოიჯერებთ, მე ვწავლობ წელი და ნახევარი აისის. ორცა. ლეპტოპი ნიშნებ, შევაებ. ინსტიტუციური ვაჭრობა ნიშნავს იმ პროცესს, როდესაც ბაზარზე მოქმედებენ დიდი მოთამაშეები. და საიდან ხედავ მაგ დიდ მოთამაშეებს? ვერ ხედავ, ხო? ანუ უბრალოდ თუ იძახი რომ მარტო სანთლებზე დაყნობით ხედავ და მაგით ხვდები რომ ინსტიტუციური მხარე შემოსულია, ხო? ძალიან დიდ მოძრაობას განახებ ხა მარკეტზე. ვიპოვოთ ეგეთი მაგალითი თუ გინდა. და განახებ რომ ვოლიუმი, ანუ ის ინსტიტუციური მხარე არ იყო. მაგას ვერ გაიგებს, არა მამაში არ ჩაიხედავ იდეაში რა. უნდა დაინახო big trade-ები, დაინახო absorption და exhaustion-ები, ბევრ რამე უნდა დაინახო რა. უბრალოდ ვიძახი იმას რომ უბრალოდ სანთლებზე დაყნობით ვერ იპოვი ინსტიტუციურ მხარეს რა. შეუძლებელია. შე თუ იმას იძახი რომ დიდი მოთამაშეები ნიშნავს დიდ მოძრაობას, ხო, ძალიან ცდები. ძალიან ცდები მეგობრებო. მაგრამ არ ვიცი როგორც გინდა ისე იფიქრე. მაგრამ ეს მგონია რომ ChatGPT-ს კითხე რა არის ინსტიტუციური მხარეო და ეგრე დაგიწერა ტექსტი. ისინი არ ვაჭრობენ ისე როგორც ჩვეულებრივი retail trader-ები, მათი ორდერები ძალიან დიდი რომ ბაზარზე კვალს ტოვებენ. ხო, მაგას პასუხი გაგეცით, მგონი რომ ChatGPT-ს კითხე და ChatGPT-ს დააწერინა ეგ ტექსტი. არ ვიცი, რატომღაც ეგრე მგონია. ანუ არანაირი ჰეიტ და რაღაც უბრალოდ ეგრე მეგონა უბრალოდ რა. ლეგონ 69-ის დაჭერა შეიძლება შემოგეშველო. არ გვინდა ბიჭებო, ჰეიტი, აგრესია, სტაბილურობა. ხო, აი ნახეთ, იგივე დიაპაზონიდან, იგივე ზონა მთლიანად გატესტა რა. მთლიანად გატესტა ის ზონა და გატესტა initial balance-ის low. ანუ ეს 6-6, მოიცადე? 6-6, ну 60-0.50. ხო, ის ზონა გატესტა და ნახე რამხელა ვარნა იყო რა. ეს ყველაფერი მონიშნულება. უბრალოდ არ ვაჭრობ ამ ზონებს ძალიან აგრესიულად, თორე დაახლოებით ხვდები რა შედეგით უნდა დადოს მარკეტზე ამ ყველაფერმა რა. ადრე ეგრე ვაჭრობდი. ჩემთვის ძალიან აგრესიული სტილია რა. ეს რიცხვები რა სიტიგებით გაქვს, რომელი რიცხვები? ეს თუ ეს? ხა განახებ მაინც და data feed delay და საწუთიანი delay რატომ მოვცა? order flow analyzer-ი, ну basic-ი არაფერი ისეთი, პროცესიკებში რო გადახვალ. ანუ ერთი კოლორაცია მაქვს შესული აქა, აი background-ში, ესე. და შემდეგ text-ში imbalance intensity ესე ერთზე. და ესე მიყენია რა. დაბლა კიდე basic-ი როგორც არის იდეში, მეტი არ გჭირდება რა, მეც არ უყურებ რა. აქ კიდე ჩვეულებრივი დიდად ვერ გაიგებ, დიდი მოთამაშე იყო თუ market maker.
ხო მარკეტ მეიქერებს ხა რა ძალიან არ აინტერესებთ შენი სტოპ-ლოსები და რაღაც თუ მაგას წახი რა. მარკეტ როგორც არსებობს მარკეტ მეიქერები, არსებობს მარკეტ თეიქერები. იდეაში მარკეტ მეიქერი რა შეება, ქმნის ლიკვიდაციას, ხო, მარკეტი ლიკვიდური რო იყოს და რომელიღაცა ფირმამ, ბანკმა რო შეძლოს მარტივ ტრეიდის გახსნა, ხო? ეგ არის ლიკვიდიტი იდეაში, მაგაც საქმე ეგ არის, რომ ლიკვიდაცია შექმნას მარკეტს, ხო? არსებობს მარკეტ თეიქერი, ვინც იდეაში ამ ლიკვიდაციას იღებს, ხო? მაგაზე არ გსმენია ალბათ, არწმუნებული ვარ, მარკეტ თეიქერი ვინ არის, ამიტომ დაგუგლე მარკეტ თეიქერი და მიხვდები რას ნიშნავს მარკეტ თეიქერი უпроსტად რა. ხო, ალგორითმებიც არსებობს, კი, ალგორითმი არსებობს. უცნაური სახელი აქ არის FIFO, ქვია ანუ first in და first out-ი, ეგეც რაღაცა არის. და არის matching ალგორითმები, რაც იდეაში მაგის გარეშე ტრეიდს ვერ გახსნიან. CME-დან თუ იღებ ინფორმაციას, ხო? Chicago Mercantile-დან თუ იღებ ინფორმაციას, იდეაში მან ხდება matching ორდერების ალგორითმების გამოყენება, იმიტომ რომ უნდა დაემთხოს ორდერები ერთმანეთს, მაგის გარეშე ტრეიდს ფიზიკურად ვერ გახსნი რა, ამიტომ ალგორითმები საჭიროა. მაგრამ იმ გაგებით რაღაცას ბევრი ფიქრობს, ნუ საქართველოში და ზოგადად უცხოეთშიც რა. ხო. ოცდაექვსი კაცი გიყურებს. კარგია. მაგრამ ლაიქებით 11 ლაიქი და ლაიქით ხალხო ნუ გენანებოთ. მეტი ნახავს და მეტი შემო, მეტი კითხვა დაისვომა და მეტ რამეს გაიგებთ. Gemini-ის მაბა მე მაგდანები ვიცოდი მეღადავები აქ რა მინდოდ. აქ რატოა გამთარება არ ცუდია. ხო არა უშავს მესმის. ხო და მაგის გარკვევა მინდა რამდენად რომელიც ჯობს გაყვა. აი ყველა სტრატეგია ხო რაც არის დაფუძნებული მარკეტზე. მეს ვაჭრობ ხა, კიდევ ვაჭრობ იმას, supply demand-ს ვასწავლიდი და კიდევ ვასწავლი და კიდევ ვაჭრობ და ვაჭრობ კიდეც რა. განავიძახი რაღაცა სათლები უბრალოდ უღაზრობა და არ უნდა ივაჭრო და რაღაცა. უბრალოდ სრულ ინფორმაციას არ გაძლევს ეს სათლები, ხვდები? რეალობაში რა ხდება სრულ ინფორმაციასაც წომა არ გაქვს რა. ასე არ უნდა ვაჭრობდე ხო? ნებისმიერ სტრატეგიას შეიძლება დაახმარო, order flow გამოიყენო და ივაჭრო რა. რაღაცა ცოტა განსხვავებული რა ციფრები არის. ციფრებს უნდა მიაქცია ყურადღება, იდეაში ვოლიუმს უნდა მიაქცია ყურადღება. რაღაც განსხვავებები არ გაქვს, თქმა უნდა კი, მაგრამ ეში ის უბრალოდ სანთლები, ანუ ეს უბრალოდ სანთლები რაც ახლა განახებთ აი მაიცადე. ეს სრულ ინფორმაციას არ გაძლევს, ხვდები? და ეგ არის, ანუ ხა აქედან აი bottom tick, ანუ top tick-ი რო დაგეჭირა, დაგეხულა აქედან გეტრეიდე, ხო? აუ სანთლად შეუძლია ძალიან რთული იქნებოდა, ხო? ამიტომ ეგ არის რა. ზუკა კურსის ხანგრძლივობა რა დროს მოიცავს და კურსის დასრულების შემდეგ თუ შემეძლება რაიმე კონტრაქტი ყოფნა და შეკითხვების დასმა გაუგებრობის დროს. კი. კურსი mentorship-ი გრძელდება თვენახევარი. ნულიდან ისწავლი ყველაფერს, ნუ price action-დან დაწყებული ფსიქოლოგია, risk management-ი, order flow-საც პირად მე გასწავლი ნულიდან. რა თქმა უნდა, კურსის დასრულების შემდეგ უკვე კონტაქტი სულ გექნება მენტორებთან, ნებისმიერ დროს უბრალოდ თავარია მოინდომო და მოგწერო. აუ, პირველ სტუდენტი ვინც ამყავდა, დღემდე მაქვს შეხება მაგასთან და რაღაც კითხავს მისვას ხოლმე, პრობლემა კი არა მაქვს, ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვისვა კითხვა და დაგეხმარებით რა. ხო, ეს გამოჩი კვირაში არის ხოლმე 2 ლექცია, თეორია, პრაქტიკა, 1 საათიანები დაახლოებით. ანუ პრაქტიკაშიც განახებთ ყველაფერს როგორ მუშაობს და ნუ თეორიულად კიდე ავხსნით და ავხსნით რა. უფრო პრაქტიკაზე იქნება კონცენტრაცია, იმიტომ რომ შეიძლება ეს აღიხსნათ თეორიულად როგორ მუშაობთ, დაგიხაზო რაღაცები, მაგრამ თუ პრაქტიკაში არ განახე, ხო? ნუ ჩალისპასი აქვს მაგას და ვერ გამოიყენებ რა. მაგრამ მოусმინამდის მართლა არინანებ order flow-ს მიაწექი. დამწყებისთვის რამდენი დოლარიანი აკაუნტის ყიდვა კარგი. დამწყებისთვის აუ რა ვიცი ხეს როგორ გითხრათ დამწყებისთვის ხეს კი არ წერია იქ რაღაცა გარკვეული 100 დოლარი ჩარიცხ. ნედეში ის თანხა
რაც არ დაგაზარალებს იდეაში, ანუ დაკარგო რა, აკაუნტი რო დაკარგო და მე კიდე ის თანხა რომ დაბალი აკაუნტი უნდა დაიწყო რა, თუ შეგიძლია რომ იპოვო პროფილი, რომელიც თავაზობს 10,000 ან 5,000 აკაუნტს, ხო? ჯობია ეგ აიყო, მეც ეგრე ვიყავი რა. ანუ რაც უფრო დიდი თანხას ჩარიცხავ, დიდი ზეწოლა იქნება მარკეტზე, ხო? ზეწოლა კი შენ თავზე იქნება დიდი ზეწოლა, იმიტომ რომ დაინახო მაგხელა თანხას რო კარგავ რაღაცა $1,000 და აიგებ $1,000, ხო? დიდი ზეწოლა ხვდები, ფსიქოლოგიურად ვიძახი მე და გაგიჭირდება მაგასთან გამკლავება, ამიტომ გირჩევნია რომ რაღაცა 5-10,000 აკაუნტი აიღო თავიდან, ცოტა ხანი რაღაცები დაამოღამო, ივაჭრო, გამოცდილება მიიღო და მე უკვე გადახვიდე რაღაც 25-ზე, 50-ზე და 100-ზე რა. თავიდან ახლა რომ მიახდე და ეგრევე 50-იანი 100-იანი აკაუნტი იყიდო, ხო? დამიჯერე, აი ძალიან გაგიჭირდება და ძალიან გაგირთულება, იმიტომ რომ ზეწოლა იქნება, ძალიან სტრესი გექნება, ხვდები? იმიტომ რომ უცა ზოგადად მაგხელა თანხა თვალით არ გაქვს ნახე 100,000 და მე აკაუნტზე გიჯდება, დემო აკაუნტია, კი ბატონო, მაგრამ ტრეიდს რო გახსნი და აგებ $1,000, ხო? და იცი რომ შეგიძლია აქედან ფული გამოიმუშავა, თანხა გამოიტანო, ეგ გზნობა გაქვს რომ ამ თანხას შენ რეალურად კარგავ და ფსიქოლოგიურად და რაღაცა მენტალურად ძალიან ცუდად მოქმედებს და დამწყებისთვის მithumetes, ამიტომ გირჩევნია ცოტა ხანი 5-10,000 აკაუნტი აიღო და მაგიდან დაიწყო ვაჭრობა, მე უკვე გაზარდო კაპიტალიც რა. ზოგადად ტოპ ბოტომ რატომ უნდა იტრეიდო და აილოდე და აიღებს სანთლებითაც market flow site მიდის retracement-ის შემდეგ გაყვები flow-ს, ამიტომ სანთლებითა clean chart-ით უფრო წაიკითხავ markets სისულელე. ნაგავი. სისულელეა. ანუ უფრო წაიკითხავ chart-ს, okay. კი ბატონო. სწავს order flow ცალკე სტრატეგია, როგორც ICT სტრატეგია, ესეთ სტრატეგია თუ სულად მივხვდი. არა, ეს სტრატეგია არ არის, ანუ მიხრას თქვი, მაგრამ როგორც დედამიწა სანთლებთან განსხვავებით, ანუ ეს არის სანთლების სიტყვაზე და ეს არის order flow რაღაც რა. ანუ ძალიან ბევრი ამის ხედავ იქა და ეხლა ამ კითხვაზე რაღაც top და bottom რატომ უნდა იტრეიდო, ხო საერთოდ უბრალოდ retracement უნდა დაელოდო market flow რა არის, ანუ ამიხსენით, ხო, აი პროსტა რას გულისხმობ market flow-ში, როცა უბრალოდ სანთლებს უყურებთ, market flow რა გონიათ, რომ ეს არის market flow? ესა white coffee რაღაცა მაგას იძახი white coffee უბრალოდ სათლები რავი ვერ ხვდები რას გულისხმობთ რა წარმოძლებული სტილია მეგობრებო უბრალოდ რო ხსნი და რო გეუნებით და გემტკიცებთ ყველაფერს განახებ ჩარწე მაგის გაგებაც არ გინდათ ანუ რას ფიქრობთ იმას გინდათ მიაწოთ მაგრამ მიაწექით ანუ მე ხო არ ვიძახი რაღაცა არი ვაჭრო ეგინა თუ არა უბრალოდ რავი პირიქით მე მემტკიცებთ რომ არასწორია ეს და უკეთესია ის სათლებია რა ანუ ეგ არის მაგას ცდილობთ რომ ის დავიმტკიცოთ რომ სანთლები უკეთესია და გადმოვიდე მაგით არა შემოგიერთდეთ. No, thank you, bro. შესაძლოა ეძახი მე თვითონ ნაგავს რაღაცა შენ თუ არ გამოდის და არიცი რას ნიშნავს რომ ნაგავია პატარა ბიჭი. პატარა ბიჭს ერთს ხედავ და მგონი შენახარ ეგ მაგრამ უყურე. როცა ვიძახი რაღაცას ხო მე მაგას ვამტკიცებ და ყველაფერს ხსნი. მაგრამ შენ იძახი რომ ეს ჯობია, რატო ჯობია მაგას ვერ ხსნი, ხო? მე კიდე რას იძახი მოიცადე ნაგავს შენ არ გამოგდის. რა არ გამომდის ერთ-ერთი გითხარი ანუ უბრალოდ საფლებზე ვაჭრობა? ძალიან კარგად გამომდიოდა ჩემი შედეგები კიდო ყველგანი და გამჭირვალე იყო არაფერს არ მალავდი Discord-ზე ციდო და YouTube-ზე ციდო ხოლმე ჩემი შედეგები ანუ გამომდიოდა ხო მაგრამ გამომდიოდა რაღაცა ის იმას არ ნიშნავს რომ მაღაზიაო დავჯერდე და ვსო მოვიწყე აქედან აღარ წავალ უბრალოდ უნდა ვეცადო რომ გავამჯობესო ხო უკეთესი გავხადო ჩემი სეტაპები მარკეტზე უკეთესი გავხდი რა მაგას ვაკეთებ ახლა და მაგას ვასწავლი ეხაც, იმიტომ რომ უკეთესი გაამჯობესო შენი პერფორმანსი, გაამჯობესო შენი ანალიზი და უკეთესი გახდე მარკეტზე, იმიტომ რომ ტრეიდინგში რაღაც დონე არ არსებობს, რაღაც შემოხვიდე, გაჩერდე იმ დონეზე თქვა, რომ ეს არის იდეალური ზონა, ეს არის იდეალური დრო, რაღაცა იდეალური სტრატეგია, რომ უნდა გავჩერდი აქ და ვსო, მეტი აღარ უნდა ვისწავლო, მეტი აღარ უნდა განვითარდე, ჩერდები ამ ადგილზე, ხო? ეგეთ რამე არ არსებობს, თუ ეგრე ფიქრობ, არ ვიცი, წარმატებები, მაგრამ ყოველთვის უნდა ეცადო რაღაც მხრივ განვითარდე ფსიქოლოგიურად, მენტალურად თუ რაღაცა ტექნიკური თვალსაზრისით, იმიტომ რომ მარკეტი ყოველთვის იცვლება. მარკეტი ყოველთვის იცვლება, ეგ თუ არ იცით, რა ვიცი. აგეხმარება სიღრმისეულ ანალიზის გამოტანაში. მარტივი ინტრო თქვა. YouTube-ით დაიწყებ ანუ Apex როგორ შეაფასებდი. არ ვიცი, არ ვიყენებ Apex-ს, ვერ გეტყვი. ვიყენებ PDS, My Finance Futures და Bulldador-ს, სხვა პროფილებს აღარ ვიყენებ რა.
ინგლისურში მოვიკოჭრებ და გამიჭირდება ათვისება საკითხის, არა, ანუ ქართულად იხსნება ყველაფერი რა. ტერმინებიც ქართულად არის. არ ჭირდება ინგლისური ცოტა არაფერი ენა რა. ხათო მოხდა იქ ვარდნა მაგალითად რა მოხდა. შევხედოთ მაგასაც. მგონი იმბალანსი ყოფილიყო, არა იმბალანსი არ იყო. აქ შევხედოთ. ზოგადად შეიძლება გავიდეს. კარგი ბროსკი ინსტაგრამზე მოგწერ, კი ბატონო. ოკეი, ხა აქ რას ხედავთ? აი რატო იყო ვარდნა სინამდვილეში. ახჭედა. ბიჭო, მე შენი სტრატეგია ხო არ დამიკნინებია, დაჯმა არ დამიწყია, შენ სტრატეგია და შეიძლება იყოს ვიღაც უფრო პროფიტული, უბრალოდ ანთლებით, რასაც შენ აჯომკა იგი, ამიტომ ნაგავი არ არის, ვერ გამოდის. ვერ გავიგი, მაგრამ კაი. მე არც სანთლებს ვაჯო, არაფერს არ ვაჯო, უბრალოდ ვიზახი, რაც მარკეტზე სინამდვილეში ხდება. მე ხო არ მითქვია, რომ სანთლები ცუდია მეთქი, რაღაცა ის ცუდია მეთქი, უბრალოდ ვიზახი, რაც სინამდვილეში ხდება მარკეტზე, ხო? სანთლები ძალიან კარგია, მაგრამ სრულსაც არ განახებს. ეხლა წარმოვიდგინეთ, რომ გააქვთ მშვილდისარი, ხო? უბრალოდ მშვილდისარია, ჩვეულებრივ გაისვრი, მიზანში გაარტყავ. მიზანში მოხდება, ხო? ეხლა წარმოვიდგინეთ ბალისტიკური ის რო არის მშვილდისრები როა რა, აი ძალიან ძლიერები. მიზანი და ყველაფერი რა. ეხლა რომლით უფრო დიდი შანსია რომ ზუსტად მიზანში გაარტყა რაღაცას და რაღაცა მოკლა, ხო სიტყვას. უბრალოდ მშვილდისარი პროსტ თვალით გააკეთო, თვალით დაინახო, ნახევარი ინფორმაცია, რასაც აი ძალიან შორს არის რაღაცა, ხო? მაგალითად მოვიყვანოთ. მშვილდისარით უფრო კარგად გაარტყო მიზანში, უფრო მაგრად მოკლა რაღაცა, უფრო კარგად გამოგივა თუ აი ბალისტიკური ისინი რა ქვია მშვილდისრები რა. რა ქვია მაგას crossbow თუ რაღაც არ ვიცი. როცა მიზანი ძიგა ქანო და დეტალური ინფორმაცია გაქვს ყველაფერზე, ხო? აი რომლის უფრო დიდი შანსია რომ სიტყვაზე რაღაცას მიზანში გაარტყა. უბრალოდ მშვილდისრით თუ ბალისტიკური მშვილდისრით. ასე გამეცდება. ლაგატკითო. აჰა. დავიკერე იმენავსო. არ ვცდილობდი რომ დამეკერე მეგობარო. კიდე იმაზეზე ხარო ყლეობა არის რა ქვია. არ ვიცი, არ არის. მე მაგას არ ვიძახ, შენ იძახი უბრალოდ მაგას რა. პირველად რამდენ ხანში გამოიტანე თანხა სწავლა რომ დაიწყე. წლნახევრის შემდეგ. დიდი თანხა წლნახევრის შემდეგ და მანამდე კიდე პატარა პროფიტები მაგას არ ვთვლი რა. ოკეი, ეს ძალიან ბევრი რაღაც დაგროვდა ხა ამ ადგილზე. წყურდებას აღარ მივაქცე, იმიტომ რომ ბევრჯერ გაიტესტა. ოკეი.
სანთელი ზოგადად იჩვენებს უბრალოდ შედეგს რა მოხდა სინამდვილეში მარკეტზე. ეხლა რომ დაიხურება ეს სანთელი, ხო, შედეგი იქნება იმისა სიტყვაზე ნაფეხურები სინამდვილეში რა მოხდა მარკეტზე. ხედავ, რო ჩაიხედო ხა order flow-ში, ხო? ანუ futures chart სიტყვაზე, ან DOM-ში რო ჩაიხედო. იქ ხედავ პროცესს, ხვდები? აი პროცესს ხედავ, სიტყვაზე ფასი აიწია, ხო? ფასი რო იწევა იმ მომენტში რა ხდება მაგას ხედავ, ხვდები? რატო აიწია მაგას ხედავ. მაგრამ რო დაინახო უბრალოდ სანთელს, ხო? უკვე არის შედეგი ეგა. შედეგი რა იყო მაგის მერე. მაგრამ აქ უკვე ხედავ პროცესს, ხვდები? ეგ განსხვავება არის. order flow-ში სანთელი ინდიკატორია. ინდიკატორი როგორ არის? შეიძლება Instagram-ზე მოგწერე და რომელიც მომწერე, ოკეი, მოგწერე მეგობრებო. ვისრეს ამბობ, მაგრამ order flow-ში შემდეგ სხვანაირად შეხედავ მარკეტს სხვა კუთხიდან, ხო, ანუ ცადე. უბრალოდ აიღე უფასო ვერსია 1000-ზე თუ გინდა. დააკვირდე, აი პროცესს დააკვირდი მარკეტზე და შეადარე უბრალოდ სანთლები რა. და დაინახავ ნამდვილი შედეგი რა არის. მეც მაგდი და ესე მივიღე მხოლოდ ინდიკატორი. კი. აი ბრუნდება მყიდველი მარკეტზე. წეგანაც ეგეთი რაღაცა თქვი რომ მაშინ ვენდობის სიტყვაზე მყიდველს თუ დაბრუნდება initial balance-ში, ანუ სამართლიან ფასში. რაც კომფორტული იყო ვაჭრობა ხა. სიტყვაზე ორი ვარიანტია. აი წეგანაც მოხდა და fail-ს წამოვიდეს ქვეთა შორტები მიტრეიდოთ, ან ნუ მიიღოს, ანუ acceptance-ი მოხდეს, მყიდველი დავინახოთ მარკეტზე და მე ტრეიდები ლონგები ზემოთ უკვე რა. აი აქამდე მაგალითად. ეხლა არაფერს არ გავაკეთებ, რომ დაველოდები რომ რეაქცია მოგწეს მარკეტზე რა. ორი წუთი აბა რა ხდება? Okay. ლაივი დასასრულს უახლოვდება ხო? ანუ კითხვები თუ გაქვთ, მოვასწარეთ, ისმენთ, ან მომწერეთ მე Instagram-ზე. მანამდე კიდე რა ვილაპარაკო ცოტა ხანი. დაველოდები კითხვებს 1-2 წუთი და მე ლაივს უკვე დავასრულებ რა. სავარაუდოდ ყოველ ოთხშაბათს იქნება ხოლმე უფასო ლაივები, მაგრამ Discord-ზე ლაივები ტარდება ხოლმე კვირაში 3-ჯერ. დახურულ Discord-ზე რა. და მან შემოსვლა ძალიან მარტივია.
შევხარ როგორ ისმის. Okay. კი ბატონო. ეხლა დაგემშვიდობებით ყველას და ვისაც 8 საათზე გაქვს ლექცია დარჩით, იქნება ჩატარდება 8 საათზე ლექცია. ორი კვირა ივაჭრეთ, ისწავლეთ, price action-ი საფუძველი ჩავუდგეთ თქვენ ცოდნას და შემდეგ ორ კვირაში შემოვალმე, ჩავიბარებ კურსს და გასწავლით უკვე აი ამ ხელოვნებას მარკეტზე როგორ მუშაობს. და ვისაც კიდე დასწრება გინათ ჯგუფურ მენტორშიპზე, ხო? 8 საათზე იწყება, ამიტომ მოვასწრებთ 2 საათში დაახლოებით. მომწერეთ Instagram-ზე და დაგამატებთ. ამიტომ ვისაც სწავლა გინათ და რაღაცა ღლიცინია რა. გელოდებით სიყვარულს აბა თქვენ იცით. Instagram-ზე ნუ დავწერე ხარ ამაც წერია და მესაკენით. არღის ვაჭრობა ხო ზუკა, ნუ ეხა არ ამგონია, იმიტომ რომ ჯერ თუ ამ ზონებში ამოვიდა ტრეიდი შეიძლება გავხსნა უკვე ამ ზონებში, მაგრამ არ ამგონია ესე რა. მე ვნახოთ. თუ ტრეიდი გავხსნით დავწერ Discord-ზე. კარგად აბა და თქვენ იცით სულ ყველას. წარმატებები.